კონკურენციის სააგენტომ სამედიცინო მომსახურების ბაზრის მონიტორინგი დაიწყო. შეფასება მოხდება კანონმდებლობით განსაზღვრული პარამეტრებით. საქსტატმა სამედიცინო მომსახურებაზე ფასების ზრდის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ 2025 წლის ივლისში გასულ წელთან შედარებით ფასები 26%-ით გაიზარდა. მონიტორინგის დაწყების საფუძველი არის საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით საავადმყოფოს მომსახურებები და რიგი სამედიცინო მომსახურებები ახლობთ 26%-ით არის გაზრდილი. საბოლოო ჯამში ჩვენი მონიტორინგიც ემსახურება, რომ უკეთესი და უფრო აქტიური კონკურენციის პირობებში აღნიშნული ფასები ხელმისაწვდომობა სამედიცინო სერვისებზე იყოს სამართლიანი, უფრო ხელმისაწვდომი და პაციენტების ინტერესები იყოს მაქსიმალურად უზრუნველყოფილი. ამიტომ ვფიქრობ, რომ აღნიშნული მონიტორინგი პასუხს გასცემს ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს. ჩვენი სამინისტროსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია თანამშრომლობა კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტოსთან. ეს იმის გათვალისწინებით, რომ უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს ჯანდაცვის სექტორში კონკურენციის გაზრდას და აი ამ საშუალებით მომხმარებელთა უფლებებისა და ინტერესების მაქსიმალურად მაღალი სტანდარტის დაცვას. აქედან გამომდინარე, ჩვენ ბუნებრივია მივესალმებით ამ თანამშრომლობის გაღრმავებას საზოგადოდ და ნებისმიერ ინიციატივას, რომლის მიზანიც არის ჯანდაცვის სექტორში იმ საკითხების შეფასება, რომელიც გულისხმობს შეფასებას კონკურენციის ხარისხის. რამდენად არის ის იმის სამსახურში, რომ ემსახურებოდეს მომხმარებლის, პაციენტის საუკეთესო ინტერესებს. მოსამართლემ 30,000 ლარიანი გირაოს საფუძველზე